ვერა ხახაგებს მართლა. ორი კრავატი გვა. არ გვაქვს საწოლიანი საწოლი. ნიგზიანი საჭმელები განსაკუთრებით. სამსინორსაც ნიგოზით გამაკეთებინებს ხანდახ. სხვათა შორის არ არის ცუდი, მაგრამ აგვაქვს ნიგოზი. ადიგალონსო ყიდულობდაო დუხებსო. ბარკეთილობდა შეფჩი. დედა შეძრეგი დაგას. თავარი მომწეველი და ფული მასქონდა. ბევრი არ შურთო რომ მე მალე დაწვავს. ამდენი წლის განმავლობაში ერთად ვართ და ერთმანეთის სულ თქვა გვესმის, ერთმანეთის სურვილები გვესმის, ტყივილი გვტკივა ერთმანეთის. ყოველთვის ეცდები რომ ისე გავაკეთო, რომ მასაც ეს სიამოვნოს და საბოლოოდ სიბერე ერთად გავვლიოთ ისე, რომ ერთმანეთის უკმაყოფილო არ დავჭით. უყვარს ძალიან ჩემი მომზადებული კერძები. ამიტომ ვაკეთებ მას რომ უყვარს იმფერ საჭმელებს, განსაკუთრებით ცომეულები, სინორი. შეგაფერებია და ახლა მაგას ხეს აღარ მოგიდი. 60 წლის განმავლობაში ერთჯერაც შევიფერე? რატომ ამბობ? ერთ ჭვებში შეჰყავს ხალხი, რომ შეფერებულია. მაგალითად კულტურული ჭული შეახავს და ძროხა. ქართველი ეგეთია მაინც. გავკულტურდი აბა, ყველა კულტურული იყო და მე ვყოფილიყავი და ჩანაკებული? ვაშა ჩაღალიზე ვარ. 84-ის გავხდები 7 მაისს. როცა აქ თურქები იყვნენ შემოსული, ქართული გვარები დაშალეს და ჩვენ გვქონდა მათი გვარი ეფედოღი. ახლა ვართ ჩაღალიზე გვარად. ამ სოფელს ქვია სოფელი ვარჟერავლი. აი ამ სოფელში 34 მოსახლე იყო და ახლა არის 9 მოსახლე. ყოველთვის რომ არის. სამთარ ზაფხულობ არის. ჩვენ ფერები. ეგე სოფლის თავია, ვარჯერავსა და ზემოხევს შორის. 4 მოსახლე ცხოვრობდა ერთი გვარი და ახლა ერთადერთი ბიჭია, ბიჭი. რომელიც ცხოვრობს იქა და ადატოვა და აგაუქმა ის ტერიტორია და დანარჩენები ყველა პატრონშია ერთასული. ბავშვები აღარ არიან. სოფელ ვარჯერავლიდან 2 ბავშვი და სვარტო სკოლაში. ერთი ოჯახს ყავს 2 შვილი. პირველ მეორე კლასში. შეიძლება ვამბობ, რომ ბოვადრო მაგერი ყველა გამოიქცევიან ზევით. აქ ამოვლენა და სახდებიან, სხვა გზა არ ეკრებიან. იმიტომ რომ სოფლის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. სოფელს თავისი კულტურა აქვს, სოფელს თავისი წარსული აქვს, სოფელს თავისი გუშინდელი დღე აქვს და იმას მოფერება უნდა, შენახვა უნდა, დაცვა უნდა. აი ეს ამთავარი. მე თქვა გვაშოროს, რომ თლად გაოქმებული იყოს. მე ვარ რუსუდან ფუტკარაც, მარეთის ხეობიდან წამოსული. 93-ში ვარ ახლა მე, 83 წლის. ქიმია ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და სახელმწიფოს წესი იყო მასეთი, რომ როცა კურსს დამთავრებული დაამთავრებდა კურსს, განაწილება კეთდებოდა. თითქმის ყველა ჩამოსული მასწავლებელი იყო. ადგილობრივები იყვნენ 2-3. მამამთელიც იქ მუშაობდა ამ სკოლაში, რომ მოვედი. ინტერნატის მნეს ეძახოდნენ მაშინ. გამოუცხადა. თუნდაც კოჭლი იყოს, ჩემი რძალი იქნებოდა თქვენ მიმდევარი ადეიგავთ. იყო ეს ტენდენცია. რომ უფროსების გადაწყვეტილი რაღაც მამამთელმა თქვა რომ ასეა, თვითონაც ამბობს რომ რა გზა იყო. მართლა არ გეკითხებოდი.
მშობელი გადაწყვეტდა, უფროსები გადაწყვეტდნენ დამთავრებული. ეს იყო 1965 წელი. იმ პერიოდის თვალით რომ შეხედო, თითქოს არ იყო რთული. მაგრამ ახლა რომ უყურებ ახლანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა რთულია. კაი ბიჭი იყო. განათლებული. ნაკითხი, ძალიან სერიოზული. ოჯახიც ძალიან ისეთი კულტურული და შეგნებული ოჯახი იყო. დედამ ამდენს ვინ გარმენიებდა იქეთ-აქეთ. ხან მოსკოვში ვიყავით, ხან სოხუმში ვიყავით, ხან თბილისში ვიყავით. რუმინეთში ვარ ნამყოფი. შვახევს ყავდა სიმღერის და ცეკვის ანსამბლი და როგორც იდეოლოგიის მდივანი, გავყევით ამ ანსამბლს. 15 დღე ვიყავით რუმინეთში. საკუთარი ჭუით, საკუთარი გონებით, საკუთარი ხელით მივაღწიე ყველაფერს. არავისი რამე არ მქონდა დასამადლებელი. გეოგრაფიის ფაკულტეტი დაუსწრებლად დავამთავრე, მწვარი საშუალო სკოლაში ვმუშაობდი, თან სწავლობდი. ექსკურსიებზე დამჭირდით და თავარი მოძრაობა იყო ეგვიპტე. კაირო მოვიარეთ, პირამიდები მოვიარეთ, საინტერესო რამ იყო. ახალგაზრდები იქ ქალაქში წევიდნენ. ძალიან ქალაქი უნდა. მე არ მინდა. მინდა რომ შეიძინეს ჩავერით 2 კვირას ვიყავით. ჩაკეტილი, გაეძვეგები. დედიავაი თქვა აი მინდა, თქვა აქ ვეკავწრებ მეთქი და მე მივდივარ და ვიცი წამყვეს მეთქი და დავაყვარა აქ საქონდავას. ახლა ამისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ იძულებული გამხადა, თუ არა, ზღვისპირის აირს ვერ იტანსის. თავიდანაც მასეთი იყო, თუ არა, თავიდან აქ აღარ გავაკეთებდით, სახლსაც ჩავიდოდით და იქ ვიქნებოდით, მაგრამ რა გზა გაქვს? მაყვედრებს ხანდახან, რომ მე შენო იქ წინ დაწასლა. არც იმას ვთაკილობ, რომ მინდა წასლა დაუშვათ, მაგრამ ერთმა აცოცხლოს და ამყოფოს, რომ აღარ იქნება, რა თქმა უნდა ვერ გავჭირდები. აიძაბას რთული კაცი არა ვარ. არც ზედაპირულად უყურებ ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრებაში ერთი რამ არის, რომ ადამიანმა სადაც ცხოვრობ, სოფელში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრობ, თუ სადმე ცხოვრობ, შეიძლება ვის ცხოვრობს, იმას პატრიოტიზმის სიმწა მოეპყრა და შენაც პატრიოტიზმის და მოგეპყრა. მე სიძულვილით ვერავის ვერ შევიზულებ, ადამიანს ვერ შევიზულებ. ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ თავარი ერთი რამ არის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობაში არ უნდა მოხდეს დაძაბულობა. იმის გამო რომ შენ და მე მაინც მე სხვაფრად ვუყურებ, შენ სხვაფრად ვუყურებ. არა, არ შეიძლება ეს ამბავი. უნდა იყო მართალი ადამიანი. ახლა ებდეთ სიტყვაში სადილობის ძროა.